ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაა, რომელსაც ენგურის ხიდამდე სულ მცირე მანძილი აშორებს. ხიდამდე, რომელიც 25 წელია დევნილი მოსახლეობისთვის მწარე რეალობის სიმბოლოდ და მომავალში იქ მშვიდობიანი დაბრუნების იმედად იქცა. 17 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სამეგრელოს ზემოსვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ და რუხის სავაჭრო ცენტრმა აფხაზეთის დღისადმი მიწყვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიებას სიმბოლური სლოგანით „მე ვარ აფხაზეთი“ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ 23 მაისი წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით აფხაზეთის დღედ გამოცხადდა. ღონისძიება „მე ვარ აფხაზეთი“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა და მხარდამჭერთა შორის იყო აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატაც. ჩვენ ვატარებთ აფხაზეთობას ცოტა განსხვავებულ ფორმატში. გადავწყვიტეთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო კვირეული. ჩვენ დავიწყეთ 17 მაისს რუხში, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან სიმბოლური ადგილი. რუხი ყოველთვის ყოფილა ჩვენი მეგობრობის ადგილი და ამის გარდა ეს არის გამყოფ ხაზთან მდებარე ტერიტორია და ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ ვართ ერთი ოჯახი და ვერც ერთი ძალა ვერ გამოყოფ ჩვენს. მიზანი აქვს, რომ ჩვენ სწორად მივცეთ ჩვენ დევნილ მოსახლეობას თვით რეალიზების საშუალება. მე მინდა მადლობა გადაუხადო სახელმწიფო რწმუნებულს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატას იმისათვის, რომ დაგვეხმარენ ამ ღონისძიების ჩატარებაში. გრანდიოზული ღონისძიება არის. თქვენ ხედავთ, აქ ათასობით ადამიანია მოსული საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომ ძირითადად რა თქმა უნდა ზუგდიდელები არიან, ზუგდიდში განთავსებული დევნილები. აქ უამრავი კულტურული ღონისძიება ტარდება, იქ ხატავენ, მღერიან, თავიანთ ნაწარმს ყიდიან. ჩატარდება ყოველწლიურად, დღეს უბრალოდ საფუძველი ეყრება ამ ახალ ტრადიციას. რომ აქ აფხაზეთის ამ ხელოვნურად გავლებულ საზღვართან ჩვენ ყოველწლიურად აღნიშნავთ ასეთ დღესასწაულს. გარდა ამისა, დღეს ოჯახის სიწმინდის დღეც არის და ეს ყველაფერი ერთად შერწყმული ქმნის ამ საოცრად ლამას ატმოსფეროს, საზეიმო ატმოსფეროს. საზოგადოებას უპირველეს ყოვლისა იმის თქმა სურს, რომ ჩვენ დროებით ვართ მოწყვეტილი იმ ტერიტორიას, რომ მე ვარ აფხაზეთი, ანუ აფხაზეთი ჩემია, აუცილებლად დავბრუნდები ერთი ნაბიჯი აფხაზეთამდე. ახლა ეს რაც აქ ხდება, ამას აუცილებლად გაიგებენ აფხაზები და იქ ძალიან ბევრია ისეთები, რომელსაც ჩვენთან ურთიერთობა უნდა. და ნახავენ იქ რომ როგორი სიყვარული მიდის აქედან აფხაზეთზე. მას ჩვენზე ახლობელი არავინ არ ყავს. მათი დამცველი ვართ ჩვენ, მათი გადამრჩენი ვართ ჩვენ, მათი კულტურის, მათი ენის მაისურები აცვიათ აფხაზეთზე. ესა ახალი თაობა, რომელიც უნდა წავიდეს იქ. აფხაზ ბავშვებთან ერთად უნდა შექმნან, უნდა გაალამაზონ აფხაზეთი. პატრიარქმა 23 მაისი აკურთხა აფხაზეთის დღეს, მაგრამ ჩვენ აქედან იწყება 17-დან 23-მდე გაგრძელდება და ყველა ქალაქს მოივლებს. შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მხატვრებს, მეწარმეებს, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს აფხაზეთი და იქ დაბრუნების იმედი აერთიანებდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა მე-19 საუკუნის აფხაზეთი ფოტოპორტრეტებში და აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მასალა. გაიმართა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია, მასტერ-კლასები კალიგრაფიაში, ხატვასა და დიზაინში. ჩვენ ვართ სახელოსნო არტიზანი. ჩვენ წარმოვადგინეთ ხის უნიკალური ჯიშებისაგან დამზადებული ნივთები. ჩემი მეუღლის მიერ არის დამზადებული და აქვე ჩვენ გვაქვს საქველმოქმედო აქცია. გაყიდული ნივთებისგან შემოსული თანხით ჩემი მეუღლეს სურს რომ დაამზადოს ჯვარცმა, რომელიც გაიგზავნება აფხაზეთში და დაბრძანდება ილორის წმინდა გიორგის ტაძარში. და მინდა ყველას მთელ საქართველოს მიულოცო აფხაზეთობა და უსურვო რომ მალე აფხაზეთში დავბრუნდეთ. წარმოადგენ კოოპერატივ კოდორს, ვაწარმოებთ თაფს, აფხაზეთობა არის და გვინდა მივიღოთ მონაწილეობა და მიულოცოთ სულ ყველას დღევანდელი დღე, სიკეთე წარმატებები და მოკლე ხანში დაბრუნება თავიანთ სახლებში. ჩვენი უწმინდესის ინიციატივას, რომ 23 მაისი დადგინდა აფხაზეთის დღედ, ეს არის მნიშვნელოვანი დღე ყოველი ქართველისთვის და მით უმეტეს ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის, ვინც აფხაზეთიდან ვართ. მე ბავშვებს ჩაუტარე ხატვაში მასტერ-კლასები და საინტერესო იყო ბავშვების ენთუზიაზმი, აქტივობა. ძალიან საინტერესო
სურათები შექმნეს ბავშვებმა, აფხაზეთი ისე შეიგრძნეს, რომ იყო ძალიან შთამბეჭდავი. მე ვარ ძალიან კარგ განწყობაზე და მიხარია რომ აფხაზეთებაზე მოხვდი. მე დავხატე ხე, ეკლესია და მუქიცა. ჩვენი აფხაზეთი ოკუპირებულია და ამ წუხილით გადავხატა ეს ნახატი. საგანგებოდ მოწყობილ პოდიუმზე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს მაისურების სიმბოლური წარწერებით მე ვარ აფხაზეთი და აფხაზეთის ქალაქები. მე მარიამ ჯონჯუა, ვწავლობ აფხაზეთის ნომერ მე-12 საჯარო სკოლაში და ძალიან მიხარია რომ აქ მოვხდი. ყველას გელოცავთ აფხაზეთობას. ვისურვებდი რომ აფხაზეთში მალე დაბრუნებულიყავ. პირველ რიგში ყველას გილოცავთ ამ დღეს და ძალიან ლამაზი დღე არის. მე პირველად ვარ აი ამ ადგილას და აღფრთოვანებული ვარ. ჩემი სურვილებით უერთდება თქვენ სურვილებს და ყველა იმ ადამიანის, ვინც აქ იმყოფება, ძალიან დიდი იმედი მაქვს და ყველაზე დიდი სურვილია რომ გაერთიანდეს და დაგვიბრუნდეს და დავუბრუნდეთ ერთმანეთს. თქვენ იცით რომ ჩემი ოჯახი არის აფხაზეთიდან. მაქსიმალურად მეც გვერდში ვუდგება, როგორც შეგვიძლია და უფრო მეტი მოფერება, მეტი მეგობრობა, მეტი ურთიერთობა რო გქონდეს ერთმანეთში, ძალიან კარგი იქნება. მე მყავს აფხაზი მეგობრები და მუდმივად გვაკონტაქტი და კიდევ უფრო ბევრი ვიქნებით, მე მგონი პრობლემასაც მოევლება ერთ დღეს. ძალიან მომწონს რომ აი ყველა ესეთი ბედნიერია, კარგი ღონისძიება ტარდება. სიხარულთან ერთად ალბათ ცოტა სევდაც არის და მინდა რომ მომავალში ეს დღე ავღნიშნოთ აფხაზეთში. გილოცავთ ყველას აფხაზეთობას. მინდა საქართველო იყოს ერთიანი. კიდე მინდა ვიყო აფხაზეთში, იმიტომ მაინტერესებს როგორია აფხაზეთი. და კიდე დიდი რო გავიზრდები, უნდა დავიბრუნო აფხაზეთს. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სახის შემეცნებით გასართობი აქტივობები ჩატარდა. აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დაწყებისა და ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილი საზოგადოება მამა მალხაზმა დალოცა. ყველა ქართველ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ქრისტიანს მიულოცო ოჯახის სიწმინდის დღე. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეს დღე აღინიშნება 7 მაისს. შემთხვევითი არ არის რომ აფხაზეთობაც პირველად აღინიშნება აფხაზეთთან ძალიან ახლოს რუხში. მე მინდა ყველა დევნილს, როგორც საკუთარ თავს, ისე მოუწოდო რომ მოთმინებით ვიყოთ. პატრიარქის სიტყვები რომ მე პირველად შეუძღვები ჩემს მრევლს აფხაზეთში და მოვესწრები ამას, ეს არ არის უბრალო სიტყვები, საჭიროა მოთმინება, საჭიროა ქრისტიანობა, საჭიროა ქართველობა, აფხაზობა. ჩვენ შევინარჩუნოთ ეს ტრადიციული ღირებულებები. ჩვენ რამენაირად ჩვენს მომავალ თაობას გადავცეთ და შემოვევლე ყველა აფხაზს, ყველა ქართველს. დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთობის კვირეულის დაწყება მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, სამეგრელოს ზემოსვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. ჩვენ ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზთან, სულ რაღაც რამოდენიმე ასეულ მეტრში. საოკუპაციო ხაზის მიღმა ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქენი და მათთან ურთიერთობა და იმ კავშირების შენარჩუნება, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის. საოკუპაციო რეჟიმი, რა თქმა უნდა, და ოკუპაცია აფხაზეთის დასრულდება. აქ არის წარმოდგენილი ფოლკლორისა და ამავე დროს ქორეოგრაფიის შესანიშნავი ნიმუშები, არის წარმოდგენილი ფერწერის, ხელნაკეთი ნივთების და ასე შემდეგ. ამდენად ეს უწყობს კიდევ უფრო მეტად ხელს ინტეგრაციას ჩვენი მოსახლეობის. ეს არის აფხაზეთობა, ვზეიმობთ ამ წმინვალ დღესასწაულს, ულოცავთ ერთმანეთს ჩვენს აფხაზეთელ დებს და ძმებს, ასევე ძალიან ბევრი ადგილობრივი მოსახლეც იმყოფება, ძალიან კარგი ღონისძიებებია, ძალიან კარგი ატმოსფეროა. დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიცია გაგრძელდება და ჩვენ ამ ღონისძიებას ძალიან მალე ჩვენს აფხაზეთში, ჩვენს ძირძველ ტერიტორიაზე, ჩვენს უძვირფასეს კუთხეში ვიზეიმებთ. ამაღლებული განწყობითა ვარ,
ენგურის იქით არიან ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი ძმები, ეს ყველაფერი ერთად აღინიშნება და რა თქმა უნდა ჩვენ ვართ განწირულები იმისთვის რომ ერთ ძლიერ სახელმწიფოში ვიცხოვროთ. სადღესასწაულო განწყობა კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, აფხაზეთის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი გუმბათი, დავით ილურიძის ბენდი და ვოკალისტები მონაწილეობდნენ. მე ვარ ნანა გამისონია, ვსწავლობ აფხაზეთის ნომერ 1 საჯარო სკოლაში, ვარ აფხაზეთიდან, გალიდან. ძალიან მინდა რომ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები. ძალიან კარგი კონცერტია, ძალიან კარგად გავერთეთ. მე ვარ მიხეილი კვეკვესკირი ოჩამჩირიდან. დღესასწაულზე ვარ ჩამოსული, რომ დღესასწაული მიულოცო ყველა აფხაზეთის წარმომადგენლებს. აფხაზეთი არის ჩვენი გულის ტკივილი, ყველას ტკივილი და ამ დღესასწაულს ყველას ულოცავ. ყველას ულოცავ ამ დღეს, ძალიან კარგი სახალისო და ემოციებით სავსე დღე არის, ყველას ულოცავ. ვუსურვებ დაბრუნებას. ჩვენ იმისთვის ვართ აქ მოსულები, რომ ყველა სიხარული და სიყვარული ვაჩუქოთ ზუსტად აი ამ დღეს, რადგან აფხაზეთობა არის ჩვენი ყველაზე საყვარელი კუთხის დღე არის და მე მგონი ყველანი აქ ვინც ვართ შეკრებილები ვართ შეკრებილი იმისთვის რომ ვიყოთ ერთად, ვიყოთ ერთმუშტად. მე ყველას ვულოცავ აფხაზეთობას და აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს მე ვარ აფხაზეთი. ბავშვები ზამემოწმებიან ამაში. ბავშვებო, აფხაზეთობას გაუმარ!